მოგესალმებით, ეთერშია Business Insider, რადიო სივრცის ეთერში, ტრადიციულად ოთხშაბათს ჩვენ Business Insider-ი ეკონომიკის აქტუალური საკითხებით ვართ რადიო სივრცის ეთერში, ვისაუბრებთ საინტერესო მიმდინარე თემებზე, რა თქმა უნდა, სულ მალე სტუმართან ერთად, თუმცა მანამდე მიმოვიხილოთ კვირის და მიმდინარე პერიოდის აქტუალური საკითხები, ბოლო ტენდენციები, მათ შორის შემოვინახავთ ცოტას ეკონომიკური ფორუმის თემას, ამაზე დასასრულისკენ და სტუმრის წარდგენასთან ერთად მოგახსენებთ. მანამდე რაც მინდა აღვნიშნო არის ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, ორი საინტერესო ინდექსი, რომელიც გამოქვეყნდა და რომელსაც თვალს ვადევნებთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მიმოხილვაც ხდებოდა აქტიურად ეკონომიკურ წრეებში. ერთ-ერთი რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის შრომის პროდუქტიულობის გლობალური მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც გაეროს ფარგლებში მოქმედებს, სხვა შორის შრომის პროდუქტიულობის ინდექსი საკმაოდ საინტერესო ინდიკატორია, ვინაიდან საუბრობს არა მხოლოდ დასაქმების ტენდენციაზე, არამედ დასაქმებულიდან შექმნილ პროდუქტზე, რაც კორელაციაში ამ შემთხვევაში, რომელიც გამოიხატება მუდმივ ფასებში, ანუ ერთი დასაქმებულის პროდუქტიულობის მაჩვენებელი რამდენია მუდმივ ფასებში და ამ კუთხით საინტერესო ტენდენცია, რომ თუ მას გადავიყვანოთ ჩვენს ყიდულობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველოს შემთხვევაში 50505 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა ამ მაჩვენებელმა. ეს არის 2024 წლის ინდექსი, კიდევ ერთხელ ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები. საკმაოდ საინტერესო აქ ერთი დეტალი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ეს არის 7.3%-იანი წლიური ზრდა, ეხლა ბევრია თუ ცოტა 7.3%. პირობითად ჩვენ რომ გავაკეთოთ აქ შედარება და შევხედოთ მაგალითად ევროკავშირის მაჩვენებელს, ეს არის 1.2%. აქ ცხადია, არც ერთ შემთხვევაში იმის მტკიცებას არ აქვს ადგილი, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ან ევროკავშირის მაჩვენებელს გავასწარეთ ან ასე შემდეგ. ეს არა, უბრალოდ ეს არის სწორედ მაღალი წლიური ზრდის ტემპი, რომელსაც დიახ ჩვენ უნდა დავეწიოთ, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს დაუახლოვდეთ მათ შორის წამყვანი ქვეყნების მაჩვენებელს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საკმაოდ საინტერესოდ იქნა მიმოხილული ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, მათ შორის კლიანტთა პროდუქტის ყიდულობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სრულ მოსახლეზე. ზოგადად რომ აღვნიშნოთ, თუ ჩვენ შევხედავთ 2012 წლის მაჩვენებელს, მაგალითად ჩვენ 4-ჯერ ჩამორჩებოდი ისეთ ქვეყნებს, როგორც არის მაგალითად ინგლისი, გერმანია ამ კუთხით და 2.5-ჯერ ჩამორჩებოდით მაგალითად ისეთ ქვეყნებს, როგორც არის ბულგარეთი, საბერძნეთი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ შემოდგომაზე საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არსებული ზრდის ტემპს გავაგრძელებთ, გვაქვს ამბიცია და აქვს ხელისუფლებას ამბიცია, რომ 2030 წლისთვის ორჯერ იყოს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ორჯერ იყოს ჩამორჩენა და არა 4-ჯერ, როგორც ეს იყო, ასე ვთქვათ, გავანახევროთ ეს ნაწილი წამყვან ქვეყნებთან მიმართებაში და თითქმის მინიმალური იყოს, ან გაუტოლდეთ ჩემი ინტერპრეტაცია, მე დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ საბერძნეთი, ბულგარეთის მაჩვენებლებს ამ შემთხვევაში, ანუ ეკონომიკური პარამეტრებით ვიყოთ ამ კუთხით გაცილებით უფრო მზად და დიახ, სწორედ ამიტომ გვჭირდება მაღალი ზრდის მაჩვენებლები ჯამში ეკონომიკური ზრდას გულისხმობ, თუმცა ბუნებრივია შრომის პროდუქტიულობა აქ საინტერესო საზომია. საინტერესოა, რომ შრომის პროდუქტიულობის ინდექსში ამ კუთხით 2024 წელს ევრაზიაში პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს, რაც ნიშნავს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო სამეულს და თუ ჩვენ ავიღებთ შრომის პროდუქტიულობის ნაწილში მსოფლიოს საშუალო დონეს, ამ შემთხვევაში 4-ჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, რაც მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ საინტერესო ტენდენცია ამ კუთხით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი World Happiness Index, რომელსაც აქვეყნებს ასევე გელაპი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ბუნებრივად გაეროს ჩართულობით და აქ ასევე საინტერესო დეტალია ისტორიული, ასე ვთქვათ, შედეგების გაზაზომა ჩედარდა 2005-2010 წლის მაჩვენებლები 2022-2024 წლის მაჩვენებლებთან და გამოიკვეთა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული. საუკეთესო ხუთეულში 3 ევროკავშირის ქვეყანაა და 2 არა ევროკავშირელი, ანუ საუკეთესო ხუთეულში არის საქართველოს, სერბეთი და საქართველო მოხვდა საუკეთესო ხუთეულში და მნიშვნელოვანია საუკეთესო ხუთეულში საქართველოს მოხვედრა ამ კუთხით, მით უმეტეს აქ არის ესეთ ტიპის პარამეტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როგორც არის მაგალითად ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, ეკონომიკური უთანასწორობა, ანუ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამ კუთხით
საქართველოს შემთხვევა არ არის უნიკალური, თავარი არის რამდენად ხდება ეკონომიკური თანასწორობის შემცირება და მაგალითად ოქსფორდის უნივერსიტეტის ამ კვლევაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეკონომიკური თანასწორობის შემცირება ხდება ამ კუთხით. საინტერესოა, რომ საქართველოს ასევე მნიშვნელოვნად უსწრებს როგორც ეკონომიკური თანასწორობის კუთხით, ასევე კიდევ ორ განსაკუთრებით საინტერესო ეკონომიკურ ნაწილში, ეს არის კორუფციის აღქმის და თავისუფლების აღქმის ნაწილში ისეთ ქვეყნებს, რომელთა რომანტიზება ხდება ხოლმე ევროკავშირის თან მოლაპარაკების გახსნის მიმართულებით გულისხმობ მოლდოვას და უკრაინას ამ შედარებისას კორუფციის აღქმის ნაწილს თუ საქართველოს იკავებს 53 ადგილს, მოლდოვა იკავებს 125-ს და უკრაინა იკავებს 132 ადგილს. ძალიან მარტივი არის შედარების საშუალება ამ შემთხვევაში. ასე რომ საინტერესოა რომ ეს ტენდენციები იქნას შენარჩუნებული, ბუნებრივია ეს ტენდენციები და იმ აპოკალიფტური სურათის დახატვა, რომელიც მუდმივად ხდება ხოლმე, რომ თითქოს საქართველოში რაღაცა ეკონომიკური კრიზისი ამოსალოდნელი და ასე შემდეგ აბსოლუტურად საფუძვლებს მოკლებულია, მათ შორის ჩვენ არაერთხელ გვისაუბრე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და ვერ ავწდებით ამ შემთხვევაში Moody's ბოლო რეიტინგს, რომელიც სულ 2 დღის წინ გამოქვეყნდა, ვინაიდან ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სარეიტინგო სააგენტოები საქართველოს რეიტინგს გააუარესებდნენ, ჯერ ვნახეთ Fitch-მა ამ კუთხით რომ არაფერი არ შეცვალა, მერე ვნახეთ S&P Standard & Poor's-მა ასევე არაფერი არ შეცვალა ამ კუთხით და ბოლო ამ შემთხვევაში 2 დღის წინ კიდევ ერთხელ არის Moody's-ის რეიტინგი, რომელმაც კვლავ BA2 დონეზე დატოვა ეს მაჩვენებელი, ცალკეულ შემთხვევაში ბუნებრივია მოლოდინების კუთხით ნეგატიური ნაწილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ნაღიჟებს, რომ არა მხოლოდ სარეიტინგო სააგენტო, მაგალითად Moody's-ი აღნიშნავს ამას ნეგატიურ მოლოდინების ნაწილს, არამედ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მოლოდინების ნაწილი პოლიტიკური ტურბულენციიდან გამომდინარე, რომელსაც სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გარკვეული ტიპის რისკებს ქმნის, მაგრამ რაც ყველა საინტერესოა, მათ შორის Moody's-ის მიერ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას და აღინიშნა 2025 წელს, ვციტირებ, მოსალოდნელი რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას. ხომ, ანუ Moody's-ი გვეუბნება, რომ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, გარკვეული აქტორები ქვეყნის შიგნით გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკა რაღაც კრიზისშია და მგონელი თემები, ნუ შეგვიძლია ხო ვის დაუჯეროთ ხო Moody's-ის სამყარო ექსპერტებს თუ საქართველოში მყოფ გარკვეულ პირებს, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ანგაჟირებულობის ნაწილი უფრო მეტი აქვს. კიდევ ერთხელ ეს მაჩვენებელი არის საკმაოდ სოლიდური და Moody's-ი ასევე ამბობს, რომ 6% იქნება და რაც ასევე მაღალი მაჩვენებელი, ამ კუთხით Moody's-ი იმეორებს საერთაშორისო ვალუტა ფონდის, სოფლიო ბანკის და EBRD-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა იყო საკითხი, რომელზეც დღეს საუბრობდით, საუბარი შეეხებოდა საუბარი გაიმართა, დიალოგი გაიმართა ეკონომიკური ფორუმის დისკუსიების ფარგლებში, ეს იყო მე-17 დისკუსია საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ბიზნეს ინსაიდერის დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, აკადემიური, ანალიტიკური, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები თავისთავად და თვითონ უშუალოდ პანელს რაც შეეხება, მქონდა პატივი ყოფილიყავი მოდერატორი პანელზე, თავარი სპიკერი სახელმწიფოს მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახით, მე არ შევალ ამ დეტალებში, შემდგომ ვისაუბრებთ მათ შორის თუმართან ერთად, ბიზნეს სექტორს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი სოსო ფხაკაძე, ხოლო აკადემიურ სექტორს წარმოადგენდა ის უცოტა ხნის წინ ასევე ბიზნეს ინსაიდერის სტუმარი რადიო სივრცეში ბატონი გია ხუბუა. ეკონომიკური ფორუმის მიზანი არის სწორედ ბიზნეს სახელმწიფოს ანალიტიკურ და კერძო სექტორს, აკადემიურ სექტორს შორის მაღალი რანგის დიალოგების უზრუნველყოფა და დღეს ამ დიალოგზე ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესო დიალოგი შედგა. ყოველ შემთხვევაში წელს მოხდა პირველად, როცა აი ასეთ სივრცეში, აი ასეთ ფორმატში, აი ამ რანგში შედგა ბიზნესის და ხელისუფლების დიალოგი კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობით. ჩვენ არაერთ სასაუბრო გვაქვს ჩვენ სტუმართან, თუმცა ბატონი სოსო გიორგაძე მინდა წარმოგიდგინოთ საკპატენტის თავმჯდომარე, ბატონ სოსო, მადლობა მობრძანებისათვის. მაგრამ დავიწყებ ფორუმით, ვინაიდან ბატონი სოსო ასევე იმყოფებოდა დღეს ფორუმზე და პირველ რიგში მსურს რომ აი რამდენად პასუხობდა ამ შემთხვევაში ხელისუფლების ბიზნესის აკადემიური სექტორის დიალოგი, ასე ვთქვათ, ამ ძირითად გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს.
მადლობა მოწვევისთვის, როგორც რადიო სივრცეში, ასევე მადლობა მოწვევისთვის დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც გამორჩეული იყო როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად ბუნებრივია უნდა გამოყოთ ის დიალოგის ხარისხი, რომელიც იყო კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო წარმოდგენილი ხელისუფლებიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, დიალოგში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეჭირა აკადემიურ სექტორს, კერძოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს. საკითხები ყოველთვის ბიზნესისა და ხელისუფლების დიალოგი არის საინტერესო, მაგრამ აქვე მინდა გამოყო, რომ დღევანდელი დღე გამორჩეული იყო იმ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯით, რომელთაც ასე ვთქვათ, შეჯერება მოხდა ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველოს პრიორიტეტი ეს არის ბუნებრივია საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა აფხაზეთსა და ოსეთში და ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან. რასაც აბსოლუტურად ეთანხმება ბიზნესი და ეთანხმება მისი განვითარების პერსპექტივებიც და პროგნოზიც. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც ამ კუთხით, ამ ასპექტში წარმოაჩინა ამ შემთხვევაში ბიზნეს სექტორმა, კერძოდ საუბარი იყო ისეთ გამოწვევებზე, როგორც არის მაგალითად მუშახელი, პროფესიული მუშახელი, ასევე კვალიფიციური კადრები ბიზნესში. სწორედ ამ კუთხით იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო მათ შორის ბატონო გიახუბუას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მონაწილეობა და ჩემთვის როგორც საკპატენტის წარმომადგენლისთვის ეს თემები არის საინტერესო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საკპატენტი წარმოადგენს უწყებას, რომელიც ეკონომიკის იმ დარგებთან, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან პირველ რიგში, პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ სწორედ ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს ტექნოლოგიები, ხოლო მეორე მხრივ ის სერვისები, რომელსაც საკპატენტი გასცემს, მათ შორის სასაქონლო ნიშნების თუ დიზაინის რეგისტრაციის კუთხით ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, როგორ ვითარდება ქვეყანაში ბიზნესი, მათ შორის რა ტიპის ინვესტიციები ხორციელდება, იმიტომ რომ სწორედ ქვეყანაში თავისი ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაცია ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ უცხოურ ბიზნესს აქვს თუ არა ინტერესი ჩვენ ქვეყანაში გავრცელოს თავისი ბიზნესი. ვიდრე შემდგომ კითხვაზე გადახვალთ, აქვე მინდა კვლავ დაუბრუნდე გამოწვევას, რომელიც ბიზნესმა ახსენა, კერძოდ ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის მხრიდან იყო დაყენებული კადრების დეფიციტი, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამაზე საპასუხოდ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც საკპატენტი ბოლო პერიოდში ხშირად ასე ვთქვათ, ჩვენ ლოზუნგად ვაცხადებთ, ეს არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, განათლების ხარისხი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ განათლების ხარისხში ის, რაზეც დღეს იყო საუბარი, აუცილებლად არ იგულისხმება უმაღლესი განათლება, აქ საუბარია პროფესიონალი კადრების არსებობაზე, მიუხედავად იმისა, ვინ რა დარგში ქმნის თავის დოვლათს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ეს არ არის განპირობებული მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საკპატენტს წარმოადგენს, ფიქრობ, ყველა თანხმდება დღეს თანამედროვე მსოფლიოში, რომ ტექნოლოგიები და არა მხოლოდ ტექნოლოგიები, ციფრული ეკონომიკა მათ შორის განსაზღვრავს იმ ტენდენციებს, რომელზედაც დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარება. აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის გაუმჯობესება სამეცნიერო დარგებში, არა მხოლოდ სამეცნიერო დარგებში კვალიფიციური კადრების შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მნიშვნელოვანი ამოცანა იმისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყველაზე ღირებული რესურსი რა ტიპის სახელმწიფოსაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს იქნება ნავთობით მდიდარი სახელმწიფო, ოქროთი მდიდარი სახელმწიფო თუ სხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ყველა შემთხვევაში ეს არის ადამიანური რესურსები, მისი ინტელექტი, ჯანმრთელი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია შექმნას დოვლათი. ამიტომაც ხშირად ვამბობთ, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის, რომელიც უფრო მდგრადია ვიდრე ნავთობზე დამოკიდებული და ნავთობზე დაფუძნებული ეკონომიკა. გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი. აქვე ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს დავასრულებ, მცირე ციტატას ვიტყვი, რომ ყველაზე კარგად სახელმწიფოს ემსახურება ის, რომელიც თავის როლს ასრულებს იდეალურად. მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა იყოს ბიზნესმენი, შესაძლოა იყოს პოლიტიკოსი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი ან წარმატებული სპორტსმენი. თუმცა მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი მუშახელი, გლეხი, რომელიც თავის როლს იდეალურად ასრულებს, ის ყველაზე კარგად ემსახურება თავის ქვეყანას. მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც ვინ რა დარგში ან რა მიმართულებით საქმიანობს. თავარია, ყველამ თავისი ფუნქცია შეასრულოს იდეალურად და კარგად. ეს არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, ვინც რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას. ამიტომაც საკუთარი როლისა და ფუნქციის იდეალურად შესრულება აქცევს ადამიანს ყველაზე კარგ დოვლათის მიმცემად თავის ქვეყანად. ამიტომაც ამასში გულისხმობ, რომ მასწავლებელს, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს, ის ყველაზე უფრო კარგად ემსახურება ქვეყანას და სამშობლოს, ვიდრე
შედარებით წარმატებული ბიზნესმენი, შესაძლოა რამდენიმე მილიონიანი ბრუნვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბიზნესმენი უფრო კარგად ემსახურება ქვეყანას, ვიდრე მასწავლებელი, რომელიც თავის როლს აკეთებს კარგად, ან სპორტსმენი, ან მსახიობი. ის, ვინც იდეალურად ასრულებს თავის როლს, არის ყველაზე წარმატებული და ყველაზე კარგი მოსამსახურე ამ ქვეყნისთვის. აბსოლუტურად მოგყვებით, კაცი სრულად გეთანხმებით, აუცილებლად მინდა ჩვენ ვისაუბროთ თქვენ საკმაოდ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებზე, თუმცა ვიდრე საგანმანათლებლო ინიციატივებზე ვისაუბროთ, რომელიც მათ შორის დაკავშირებულია და უპირატესად დაკავშირებულია სწორედ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებასთან, მანამდე მინდა ასევე თქვენ ახსენეთ, ასე ვთქვათ, იქნება ეს უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც შესაძლოა ამ შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ახდენდნენ თუ ასე შემდეგ, მანამდე მინდა რომ უფრო მეტად ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაგვიმარტოთ პირობითად, რომ მათ შორის რა უპირატესობას აძლევს, ასე ვთქვათ, და ადამიანებს, იქნებიან ეს მეცნიერები, სტარტაპერები, ინოვატორები, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დაცვა, ასე ვთქვათ, მათ შორის ეს იქნება სასარგებლო მოდელები, გამოგონებები თუ ასე შემდეგ. ვინაიდან არაერთი ისეთი დავა გვინახავს ჩვენ, რომ ესა თუ ის ადამიანი თუ კომპანია გარკვეულ შესაძლოა იჩემებდა ან ასე შემდეგ. აი რას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩვენ მსმენელს მაყურებელს განუმარტოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, როგორ იცავს მათ, ასე ვთქვათ, თავის მხრივ თუ ისინი ფლობენ გარკვეულ ტიპის ინიციატივას თუ იდეას. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საკპატენტის სერვისები და ინტელექტუალური საკუთრების ფორმები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, საკმაოდ მრავალმხრივია და ვფიქრობ, თუ კი ამის საშუალებას გვაძლევს, რომ მცირედ განმარტოთ, გარკვეული დაჯგუფება მოვახდინოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოსვლა სრულად ვერ შევძლოთ, მაგრამ დაჯგუფება შესაძლებელია. მაგალითად, ეს არის პირველი საპატენტო მიმართულება. საპატენტო მიმართულება ეს არის ინტელექტუალური საკუთრების ის ფორმები, რომლებიც დაკავშირებულია გამოგონებასთან, სასარგებლო მოდელთან. ძირითადად ეს ეხება სამეცნიერო, ისეთ სამეცნიერო დარგებს, როგორც არის ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ანუ საუბარია ახალი მედიკამენტების შექმნაზე, მაგალითად, ქიმია, ბიოლოგიის მიმართულებით. საუბარია ფიზიკა, ინჟინერიაში, ახალი ტიპის დანადგარების, ახალი ტიპის მექანიზმების შექმნაში. ეს ცალსახად არის გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის სივრცე, როდესაც მეცნიერი და არა მხოლოდ მეცნიერი მათ შორის შექმნის რაიმე ტიპის გამოგონებას, სასარგებლო მოდელს, ის მოდის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, საქართველოში ეს არის საკპატენტი და იცავს თავის უფლებას, იმიტომ რომ როდესაც მისი გამოგონება, მის მიერ შექმნილი მედიკამენტი, მის მიერ შექმნილი საინჟინრო მოწყობილობა სამეწარმეო საქმიანობაში ან ბრუნვაში უნდა ჩაეშოს და გამოიყენოს ამა თუ იმ ქარხანამ, კომპანიამ იმისთვის, რომ ამის ნახოთ მოგება, ფინანსური მოგება ცხადია, მას გამომგონებელს, ვინც ეს ამ ტიპის მაგალითად ძრავი შექმნა, მედიკამენტი შექმნა, მას თავისი საფასური უნდა გადაუხადოს. იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი ჰონორარის მიღება, აქედან ბუნებრივია მას უნდა ქონდეს დაცული, მის სახელზე უნდა იყოს რეგისტრირებული ამ ტიპის გამოგონება. მეორე ტიპის ინტელექტუალური საკუთრების ფორმა, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი ეს არის სასაქონლო ნიშნები. სასაქონლო ნიშნები შეგვიძლია უფრო მარტივად რო ახსნათ საზოგადოებისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ ნებისმიერი ბრენდის ნიშანი, რომელსაც ჩვენ მის ასოცირებას, რომელსაც მომხმარებელი ახდენს ასოცირებას ამა თუ იმ კომპანიასთან. ეს შეიძლება როგორც ხმოვანი, ანუ რაც გვესმის მისი სახელწოდება, ასევე ასე ვთქვათ, დიზაინი, ფორმა იმისა, როგორც გამოიყურება. თითოეული ასეთი სასაქონლო ნიშანი, მე შემიძლია თავად ვთქვათ, ისეთი არ ჩაგვეცლება ალბათ რეკლამად, მაგალითად Mercedes-ის სასაქონლო ნიშანი. ეს არის ყველა ამ სახელთან ასოცირდება ადამიანებისთვის ავტომობილები იმ ხარისხის, მაგალითად ვისაც რომელსაც მოსწონს, იმ ვიზუალთან, რომელიც მას აქვს თავისი ლოგო, შესაბამისად მას ეს აქვს დაცული და სხვა კომპანია ვერ შეძლებს, რომ ასეთი ლოგოთი და ამ სახელწოდებით ვერ აწარმოოს იმ ტიპის პროდუქცია, რომელსაც Mercedes-ი აწარმოებს, იმიტომ რომ შესაძლოა სხვამ, რომელიც არ აკეთებს Mercedes-ს, მაგრამ შეუძლია თქვა პირობითად მოინდომოს, რომ შექმნას ავტომანქანა და დაარქვას Mercedes-ი, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, იფიქროს რომ ყიდულობს Mercedes-ის პროდუქტს, გადაიხადოს მაღალი თანხა, თუმცა მიიღოს დაბალი ხარისხი. სწორედ ამიტომ რომ ასეთი, ასე ვთქვათ, მაქინაციებისგან დაცული იყოს ესა თუ ის კომპანია, დაცული იყოს ბიზნესმენი, მწარმოებელი, ინვესტორი, ისინი თავიანთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ამ შემთხვევაში სასაქონლო ნიშანს იცავენ, ირეგისტრირებენ თავიანთ სახელზე, რათა მხოლოდ მათ კონდეთ ან მათი თანხმობით სხვას კონდეს ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება. დაახლოებით ასეთივე ამ ჯგუფს მიეკუთვნება დიზაინი, კერძოდ დიზაინთან შეიძლება იყოს მაგალითად თუნდაც სამოსის დიზაინი, შეიძლება იყოს აქსესუარების დიზაინი, შესაძლოა იყოს მანქანის დიზაინი, ავტომობილის დიზაინი, ან სხვა ნებისმიერ რამ, რომელსაც ჭირდება კონკრეტული ფორმის მიცემა,
ეს დიზაინიც ბუნებრივია დაცულია როგორც ინტელექტუალური საკუთრების ფორმა და ესეც მის შემქმნელებს აძლევს საშუალებას რომ მიიღონ ფინანსური რესურსი და დაზღვეული იყვნენ გაყალბებისგან და სხვა უხეში ჩარევისგან. ასევე ინტელექტუალური საკუთრების კიდევ ერთი ოჯახი არის საავტორო უფლებები და მომიჯნავე უფლებები. აქ საუბარია ინტელექტუალური შემოქმედების ისეთ ფორმებზე, როგორც არის ხელოვნება, კულტურის სხვადასხვა სფეროები, იქნება ეს მუსიკა, ლიტერატურა, ფერწერა თუ სხვა. ამ შემთხვევაშიც მოგეხსენებათ, რომ ეს ინდუსტრიები, შოუ ბიზნესის ინდუსტრია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად ძლიერი ინდუსტრიაა, მილიარდებზეა ლაპარაკი. შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი საავტორო უფლებები იყოს დაცული, იმისთვის, რომ მუსიკის შემქმნელი იქნება, წიგნის შემქმნელი იქნება, მწერალი თუ სხვა ნებისმიერი, მასაც ჭირდება თავისი უფლებების დაცვა, იმიტომ რომ მწერალმა იცოდეს, რომ თავისი წიგნის გაყიდვიდან ის მიიღებს თავის ჰონორარს, მუსიკოსმა იცოდეს, რომ მისი მუსიკის გამოყენების შედეგად ტელევიზია იქნება, რადიო იქნება თუ უბრალოდ სივრცე, სადაც ეს მუსიკა ჟღერდება, იქიდან მიიღებს თავის სარგებელს. ეს არის ის ძირითადი ფორმები, რომელიც ასე ვთქვათ, ინტელექტუალური საკუთრების ფორმებში ოჯახებად შეგვიძლია დავყოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების კიდევ ერთი ოჯახი, ეს არის გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტები. ეს არის ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიცაც ძალიან სპეციფიურია. ეს არის ეროვნული უნიკალური პროდუქტები, თითქოს ერთი შეხედვით მათ არაფერი აქვს საერთო ინტელექტუალურ საკუთრებასთან, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ეს ძირითადი კომპონენტი იმისთვის, რომ პროდუქტი იყოს უნიკალურად მიჩნეული, ანუ მას ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ასეთ პროდუქტად აღიარებისა არის ის, რომ ის უნდა იყოს ერში, ხალხში, იმ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებში საუკუნეების თუ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნის, ტრადიციის, ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი. სწორედ ამიტომ ენიჭება მას შესაბამისი სტატუსი, იქნება ეს გეოგრაფიული აღნიშვნა თუ ადგილწარმოშობის დასახელება. სხვათა შორის მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივუერთდით ჟენევის აქტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი პროდუქტები საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო მეტად დავიცვა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ჟენევის აქტზე კიდევ უფრო ცლად ვისაუბროთ, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ, აი ხა ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს ოჯახი, ასე ვთქვათ, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, უპირატეს შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან, ან კომერციალიზაციასთან, რომელიც სადლოა თავდაპირველად არ იყოს კომერციული იდეა, მაგრამ შემდგომ გახდეს, ასე ვთქვათ, მათ შორის სამეცნიერო გამოგონება ან ასე შემდეგ. ზოგადად, რამდენად აი თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის ჩვენთან საქართველოში კულტურა ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პოზიტიური ნიშნით ვამბობ ამ კულტურის ნაწილს, რომ მიმართოთ საქმპატენს, თუნდაც ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობის სფეროების და მიხედვით, კიდევ ერთხელ იქნება ეს გამოგონების ნაწილი ინტელექტუალურ საკუთრებაზე, იქნება ეს სასაქონლო ნიშნის ეგესაც, აი, რამდენად აქტიური ამ კუთხით აქტიურები არიან ადამიანები და ბიზნესები, ასევე, აი, თუ შეგვიძლია რომ ეს თუ გაქვთ სტატისტიკა, ან თუ სტატისტიკა არა, ზოგადად შეხედულება, ვთქვათ, ამ საკითხზე, დაკვირვება. სტატისტიკას ბუნებრივია ვაწარმოებთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პირდაპირ პროპორციულია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების. როგორც კი ქვეყანაში და განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ბიზნესმა დაიწყო ძალიან მაღალი ინტენსივობით საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. მათ შორის ქართული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ გარკვეული ლოგოს, ანუ სასაქონლო ნიშნის ქვეშ, ან გარკვეული დიზაინის ქვეშ აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას, ისინი იცავენ საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებას იმისთვის, რომ ეს გახდა ფასეული და ღირებულება. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდა, როდესაც მყიდველოვნარიანობა ადამიანების გაიზარდა, როდესაც უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში გაჩნდა, დაინტერესდნენ ინვესტორები, რომ საქართველოში კონკრეტულ მეწარმეებთან განახორციელონ ინვესტიცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ხოლმე, რამდენად იცავენ ისინი ქართული ბიზნესი, რამდენად იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, იმიტომ რომ ეს კულტურა ბუნებრივად დასავლეთში უფრო ადრე და უფრო ასე ვთქვათ, კარგად არის განვითარებული, თუმცა დღევანდელი სტანდარტ ასე ვთქვათ ტენდენციები შემიძლია თავმოთქრო, რომ გვაჩვენებს, რომ საქართველოს სამართლებრივი, საკანონმდებლო თვალსაზრისით, აღსრულების მექანიზმების თვალსაზრისით ძალიან ახლოს დგას საერთაშორისო სტანდარტებთან, ზოგ შემთხვევაში მთლიანად საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებთ, რიგ შემთხვევაში ამ წუთში ხდება რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ამ სტანდარტების დანერგოს. შესაბამისად, შემიძლია თამამად თქვა, რომ სასაქონლო ნიშნების დაცვის თვალსაზრისით, მაგალითად, საქართველოში არის მუდმივად მზარდი ტენდენცია, წარმატებული ორგანიზაციები განსაკუთრებულად ცდილობენ, რომ უკვე არსებული თავიანთი სასაქონლო ნიშნები დაიცვან, ხოლო ინვესტორები, რომლებიც ქართველი თუ უცხოური ინვესტიციები კონკრეტულ
მიმართულებაში ახორციელებენ კაპიტალ დაბანდებას, იწყებენ წარმოებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგავენ, ეს არის საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რადგან არ დადგნენ რისკის წინაშე, რომ ასე ვთქვათ, მარკეტინგი მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესის განვითარების. შესაბამისად, მასში ხდება ბიზნესის განვითარებასთან ერთად მარკეტინგში იხარჯება საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები. და თუ კი ამ მარკეტინგის მიღებული პროდუქტი, ან მარკეტინგი ხდება რეკლამა კონკრეტული ფირმის სახელწოდების, პროდუქციის სახელწოდების, ხო? თუ კი ამ მარკეტინგში განხორციელებული ინვესტიციას არ ექნება დაცვის ფორმა. ეს ხომ ნიშნავს, რომ ეს ასე ვთქვათ, შესაძლოა უკუშედეგი იყოს ბიზნესისთვის. როდესაც კომპანიამ იზრუნა იმაზე, რომ შექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია. როდესაც უკვე მომხმარებელს გაუჩნდა განცდა, რომ ამა თუ იმ X პროდუქტის, X სახელწოდების პროდუქტის უკან არის ხარისხიანი პროდუქცია და აქვს ნდობა, იმიტომ რომ ერთი მხრივ რეკლამაში დაიხარჯა დიდი ფული, იმიტომ რომ X პროდუქტი კარგია, მე მომხმარებელმა პრაქტიკაში გამოცადა და დარწმუნდა რომ კარგია. შესაბამისად, თუ კი ეს დაცული ექნება, დიდი შანსია იმისა, რომ ამ X სახელწოდებით სხვა მისარგებლოს და შეეცადოს, რომ არამხოლოდ გამოიყენოს სხვისი ასე ვთქვათ, რეკლამა და მარკეტინგი და წაართვას ბაზარი, უფრო მეტი უარესი შეიძლება დამართოს, რომ თვითონ უხარისხო პროდუქტი შეიტანოს და მთლიანად მომხმარებელიც წაართვას და იმიჯიც დაუზიანოს. შესაბამისად, ერთადერთი სწორი და სამართლებრივი მექანიზმი ეს არის, რომ კომპანია მის ინვესტიცია, რომელიც მარკეტინგში დახარჯა, დაიცვას ინტელექტუალური საკუთრების ფორმით, ანუ დაირეგისტრიროს თავის სასაქონლო ნიშანი, რომ სხვამ ვეღარ შეძლოს ამ სასაქონლო ნიშნისთვის ქვეშ გაყალბებული პროდუქციის წარმოება. ამიტომ რაც უფრო მეტად ვითარდება ეკონომიკა, ავტომატურად ის ნიშნავს, რომ საქართველოში ხდება ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაცია, მომართვიანობა გაზრდილია, ბიზნესმა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კაპიტალი. ინტელექტუალური საკუთრება ეს არის კაპიტალი. სასაქონლო ნიშანი, ბრენდი ეს არის კაპიტალი. ზოგჯერ ეს ბრენდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის პროდუქცია, რომელიც იმ კონკრეტული მომენტისათვის აქვს ნაწარმოები. შესაძლოა, რომ სახელწოდება ამ შემთხვევაში Mercedes-ი უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე იმ კონკრეტულ დღეს მას გასაყიდად კონდეს ავტომობილები. აბსოლუტურად. და Mercedes-ი არის ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო უშუალოდ ავტომობილი არის მატერიალური პროდუქტი. შესაბამისად, ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის ღირებული ბიზნესისთვის და არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნების ნაწილში, რა თქმა უნდა, გამოგონებების ნაწილში გულისხმობ საპატენტო მიმართულებას, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საპატენტო მიმართულებით განცხადებები უფრო ჭარბობს უცხოური ვიდრე ქართული. ეს გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ მოცულობით პატარა ქვეყანა ვართ, მოსახლეობაც უფრო პატარა, თუმცა ვისურვებდი, რომ მიუხედავად ჩვენი ზომისა, რომ სამეცნიერო აკადემიური დარგის განვითარება ბიზნესთან ერთად სამეცნიერო აკადემიური განათლების სფეროს განვითარება არის პირდაპირ ინდიკატორი, პირდაპირ გზა იმისკენ, რომ ქვეყანაში გაიზარდოს ამ ტიპის ინტელექტუალური საკუთრება. უცხოურ შემთხვევაში პატენტის ნაწილში ანუ რატომ მოგმართავენ ჩვენ, თქვათ, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, ანუ აი რა არის ძირითადი. მარტივ მაგალითს ვიტყვი. როდესაც დიდი ფარმაცევტული კომპანია, მაგალითად, ისეთი კიდევ ერთხელ ვამბობ, რა არ ჩაგვეთვალოს ყველასთვის ცნობილი Pfizer-ი, როდესაც ის ქმნის რაიმე ტიპის მედიკამენტს. ეს მედიკამენტი უნდა გავრცელდეს, მათ შორის მთელ მსოფლიოში უნდა გაიყიდოს საქართველოშიც. იმისთვის, რომ მან საქართველოში შეძლოს იმ სახელწოდებით მედიკამენტის გაყიდვა და არა მხოლოდ სახელწოდების იმ ფორმულის მედიკამენტის, მან გამოიგონა მაგალითად კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ კონკრეტული მედიკამენტი. თუ უნდა მას რომ საქართველოში გაყიდოს ეს მედიკამენტი და სხვა არ ისარგებლოს იგივე ფორმულით, ანუ ბრაკონიერება არ მოხდეს, მან უნდა დაიცვას საქართველოში, მან უნდა დაიცვას რომ მისი გამოგონება, მან უნდა თქვას რომ კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ გამოიგონა ესა და ეს მედიკამენტი ამ ფორმულით და ფორმულა უნდა იყოს აუცილებლად მითითებული, რომელსაც ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან, რომ დადასტურდება რომ ეს წამალი მართლაც სიახლეა, მართლაც გამოდგება სამკურნალოდ, იქნება დაცული საქართველოში და სხვა ვერ შეძლებს ამ ფორმულით მედიკამენტის წარმოება. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბაზარი თუ უნდა რომ აითვისოს და თავისი პროდუქცია გაყიდოს და დაცული იყოს საქართველოში, უნდა დაიცვას ინტელექტუალური საკუთრება. იგივე ეხება მაგალითად ახალი ტიპის ძრავი, მაგალითად ელექტროძრავი გამოიყენა, რომელიც გამოიყენება შიგაწვის ძრავების ნაცვლად ავტოინჟინერიაში. თუ ეს შიგაწვის ძრავის ფორმა დაცული არ იქნება საქართველოში, სხვა შეძლებს რომ ეს შიგაწვის ძრავა თუ მოინდომებს, გამოიყენოს საკუთარი ბიზნესის განვითარების და თვითონ აწარმოოს. ამიტომ თუ უნდა რომ ბაზარი არ დაკარგოს, თუ უნდა რომ თავისი პროდუქცია თამამად გაყიდოს და დაიცვას გაყალბებისგან, ნებისმიერი უცხოური კომპანია, რომელიც საქართველოში იყიდება მისი პროდუქცია, დაწყებული ავტოინდუსტრიით, დამთავრებული სამედიცინო ფარმაცევტული პროდუქტით, ყველა პრაქტიკულად დაცული აქვს საქართველოში თავისი პროდუქტი, დაცული აქვს ფორმულა,
დაცული აქვს ზოგს, ასე ვთქვათ, თავისი საინჟინრო გამოგონება და ასევე მათ შორის ჯიშები. ჯიშები გულისხმობ მცენარეთა ჯიშები. პირობითად არ ვიცი ვიღაცამ შექმნა საქართველოში უცხოეთში შექმნილი ვაზის ჯიში ნამდვილად საოცრება იქნება, იმიტომ რომ იქით ვამარაგებთ არჩევ სოფლიოს, მაგრამ მაგალითად ქლიავის ჯიში. მას იგი იცავს საქართველოში თავის ჯიშს, თუკი რომელიმე მებაღე ბიზნესმენი, რომელიც აგროსფეროში საქმიანობს, გადაწყვეტს, რომ ეს ჯიში გამრავლოს, მან უნდა გამოიყენოს სხვისი პატენტი. ჯიში დაცვა პატენტი არ არის, ეს არის ჯიშების დაცვა უშუალოდ, ესეც ინტელექტუალური საკუთრებაა და ბუნებრივად უნდა გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხო და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან მომართვა, იმიტომ რომ გაცილებით დაცულად გრძნობ თავს, ხშირად არასასიამოვნო შემოტევებისაგან, მათ შორის ჩემი კომპანიაც Insider Media ჯგუფი საქართველოს არის ამის ერთ-ერთი ნაწილი, ჩვენ რა თქმა უნდა Business Insiders ბრენდის გამოტანასთან ერთად სწრაფად მოვახდინეთ, ასე ვთქვათ, საკპატენტში რეგისტრაცია ზუსტად იმიტომ რომ არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ბოროტად, ასე ვთქვათ, შემდგომში გამოყენება გარკვეული საკითხების და ეს რაღაცა წელიწად ნახევრის წინ მოხდა და აი წელიწად ნახევრის შემდგომ ჩვენ ნახეთ გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მე პირადად მივხვდი კიდევ ერთხელ საკპატენტთან თანამშრომლობის ფასს, ასე ვთქვათ, ამ კუთხით რა გაცლებთ კი არა ძალიან დაცულად ვიგრძენი თავი ამ შემთხვევაში როგორც კომპანიის. მიხარე ამის მასულა. კი და მე ყველას უწევ რეკომენდაციას ამ კუთხით, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა და ბრენდის პრობლემა ამ შემთხვევაში ნამდვილად დაცულად ვიგრძენი თავი ამ ნაწილში. აი როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთხელ კი ბატონო საქართველოში ამ კუთხით იქნება საბჭოთა ინსტიტუტის დაცვა გამოგონების პატენტის თუ ასე შემდგომ. ხომ როგორია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და ჟენევის აქტი, ასე ვთქვათ, ახსენეთ თქვენ, აი რას ითვალისწინებს თქვენი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამშრომლობა ამ კუთხით და მათ შორის როგორც ადგება, თქვათ, თუნდაც იმ ბიზნესს, რომელიც თქვენთან ამ კუთხით თანამშრომლობს, თან თქვენთან მომართვიანობა აქვს უკანად. ჟენევის აქტი ეს არის ლისაბონის ხელშეკრულების ასე ვთქვათ ნაწილი, შეგვიძლია დამატება, დაზუსტება და ვთქვათ და ეხება უშუალოდ გეოგრაფიულ აღნიშვნებს. ლისაბონის შეთანხმება, რომელიც უფრო ადრე იქნა მიღებული, გულისხმობს ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების დაცვას. ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტებსა და გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების შორის არის ასე ვთქვათ შედარებით მცირე და არც თუ ისე მკაფიო განსხვავება. მაგალითად, თუ კი ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს კონკრეტულ მიკროზონაში ან მაქსიმუმ კონკრეტულ რეგიონში, მაგალითად ეს არის ხვანჭყარა ან ტვიში, რომელსაც კონკრეტული მიკროზონა აქვს, გეოგრაფიული აღნიშვნა შეიძლება იწარმოებოდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითად ჭაჭა ჩვენ ქვეყანაში ან ჩურჩხელა. შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელების იცავდა მხოლოდ ლისაბონის ხელშეკრულება და არ იცავდა გეოგრაფიულ აღნიშვნებს. შემდგომში 2015 წელს მოხდა ჟენევის აქტის მიღება და შესაძლებელი გახდა გეოგრაფიული აღნიშნების დაცვა. საქართველოში, ანუ ჩვენი აგრობაზრისთვის, ამ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშნებიც, იმიტომ რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ დიდი ექსპორტი ხდება მაგალითად ჭაჭის. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ამ ფორმის ხელშეკრულებასაც შევერთებოთ და რას გულისხმობს აქ მნიშვნელოვანია რომ როგორ იცავს ლისაბონის შეთანხმება ან ჟენევის აქტი. ორივე ეს აქტი გულისხმობს რომ ხელშემკვრელი მხარეები პირდაპირ წესით აღიარებენ ანუ ხელშემკვრელი სხვა ქვეყნების ასეთი ტიპის პროდუქტებს და იცავენ მას თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგალითად ჟენევის აქტის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარე არის 23 ქვეყანა ამას ემატება ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება. ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე, აფრიკის კონტინენტზე და პლუს 23 ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება ამ პროდუქტების დაცვა. ანუ თუ კი ქართული პროდუქცია, რომელიც დაცულია გეოგრაფიული აღნიშვნით, სხვა ქვეყანაში აღმოჩნდება გაყალბებული, ანუ არ იქნება იმ წესით ნაწარმოებს ჭაჭა მაგალითად აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში წარმოებული და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს ჭაჭა და მხოლოდ იმ წესით რომელიც გაწერილია კონკრეტულ სპეციფიკაციებში. თუ კი რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდება ჭაჭა, რომელიც არ არის ქართული პროდუქცია, ის ქვეყანა ვალდებულია რომ აღკვეთოს ამ სახელწოდებით წარმოებული პროდუქციის გაყიდვა, რაც ბუნებრივია ნიშნავს, რომ ქართველი მწარმოებელი აი ამ ხელა ბაზარზე მსოფლიოში არის დაცული თავისი პროდუქციის გაყალბებისგან. თუმცა ეს როგორც უკვე აღნიშნე ეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მაგრამ გარდა ამისა საქართველოს არის პარიზის კონვენციის ხელშემკვრელი მონაწილე ქვეყანა, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების სხვა ფორმების დაცვას, მაგალითად პატენტის დაცვას, შესაბამისად საქართველოში
საქართველოში ერთი მხრივ ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დაცვა ხდება საერთაშორისო სტანდარტებით. ვერ გავხდებოდით მაგალითად ჟენევის აქტის მონაწილე ქვეყანა, რომ არა საქმეთების მიერ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დიდი მხარდაჭერისა და მონაწილეობით განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, რომ არა რეფორმების განხორციელება და ქვეყანაში იმ ტიპის სტანდარტების დანერგვა, რაც არის ევროკავშირში მაგალითად. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ მოგცემდნენ უფლებას, რომ გავხდარიყავით ჟენევის აქტის მონაწილე ქვეყანა, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი შარშან მნიშვნელოვანი პროექტი ქონდა წარმატება ეს იყო ვალიდაცია, ევროპული პატენტის ვალიდაცია, პრაქტიკულად ეს იყო ყველაზე დიდი აღიარება საკპატენტის საქმიანობის და ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხი, როდესაც ჩვენთან მოხდა ევროკავშირის ევროპული პატენტის ვალიდაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის საპატენტო უწყებაში შესული განაცხადი, მას შეუძლია პირდაპირ ვალიდაცია მოხდეს საქართველოში, ეს არის ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხი, რაც შეიძლება მათ გამოეხატათ და უფრო მეტიც. შარშან 2024 წელს საქართველოს მიიღო ევროკომისიისგან პირდაპირი რეკომენდაცია, რომ ჩვენ შევერთდეთ ევროპის საპატენტო კონვენციას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საპატენტო უწყება ამ მიმართულებით ზუსტად იქნება იმავე უფლებებით აღჭურვილი, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ანუ პრაქტიკულად ევროკავშირის წევრი ხდება, ევროკავშირის საპატენტო სივრცის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ძალიან დიდი. რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმებმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ცხადია ეს იყო მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის დიდი მხარდაჭერით, იმიტომ რომ თითქმის 10-მდე საკანონმდებლო ახალი კანონია საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ და რაც ურთულესი პროცესი იყო და რო არა პარლამენტისა და მთავრობის ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა სწორედ ამ რეფორმებმა მოგვცა ჩვენ საშუალება, რომ შევერთებოდით თუნდაც მარაკეშის აქტს მანამდე, შევერთებოდით ჟენევის აქტს, მიგვეღო ვალიდაცია ევროპული პატენტის და მიგვეღო რეკომენდაცია შარშან ხაზგაუსვამი პოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს 2024 წელს მიიღო რეკომენდაცია, რომ შევერთდეთ ევროპის საპატენტო კონვენციას. ეს უნიშნულოვანესი ნაწილია მართლაც სწორად გაუსვით ხაზი აი ამ პოლიტიკური ტურბულენციის ფონზე, რომ ესეთი ტიპის ასე ვთქვათ ფაქტიურად რეკომენდაცია და მოწვევა შეიძლება ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. და აი ახლა მინდა უკვე განათლების თემას დავუბრუნდე და აუცილებლად მინდა გკითხოთ ისევ დღევანდელი ფორუმზე არაერთხელ ვახსენეთ ბატონი გიახუბოვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მინდა რომ თქვენი თანამშრომლობის სახებ გკითხოთ ამ ნაწილში საუბარი ახალ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც პირველი ამ კუთხით ამ სივრცეში, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, საუნივერსიტეტო სივრცეში როდესაც ინერგება. საუბარია სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დაინერგება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციას, რომელიც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია, არის გაეროა თვითონ, ცხადია. აქვს პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში და უნივერსიტეტებში, წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამას ნერგავს. ასეთი პროგრამა ხორციელდება სულ 20-მდე უნივერსიტეტში, მათ შორის არის მაგალითად ტურინის უნივერსიტეტი, ვარშავაში უნივერსიტეტი, ჩინეთში უნივერსიტეტი, წამყვან უნივერსიტეტებზე საუბარი და ერთ-ერთი ასეთი უნივერსიტეტი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, უკვე მოეწერა ხელი მემორანდუმს საკპატენტს ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, უკვე 2025 წლის შემოდგომაზე ეს სამაგისტრო პროგრამა მიიღებს ასე ვთქვათ სტუდენტებს. ეს არის ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნებში დანერგილი სამაგისტრო პროგრამებისგან, რამე თუ მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, მოიცავს მეწარმეობას და მოიცავს ინოვაციებს. ეს სამი კომპონენტი ერთად არის. ასეთი კომბინაცია არის სიახლე მათ შორის გაეროსთვის და განსაკუთრებულად ძალიან მოიწონეს ეს პროექტი, მხარს უჭერენ და მხარდაჭერა არ გამოიხატება მხოლოდ იდეოლოგიურ მხარდაჭერაში, რა თქმა უნდა, ისინი პირდაპირ არიან ჩართულში. პირველი, სამაგისტრო პროგრამის უშუალოდ მომზადებაში გაერო დააფინანსებს უცხოელ საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებიც ლექციებს წაიკითხავენ და გარდა ამისა, გაერო და სავარაუდოდ დააფინანსებს სავარაუდოდ უგულისხმობთ იმის გამო, რომ არ ვიცი ეს წელსვე იქნება თუ მომავალ დაფინანსებით აუცილებლად დააფინანსებს უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქუთაისში ჩაირიცხებიან ქუთაისის უნივერსიტეტში და გაივლიან ამ სამაგისტრო პროგრამას. ქუთაისი თავისთავად პირველ რიგში საუნივერსიტეტო სიტუაციიდან გამომდინარე ხდება ჰაბი და ამავდროულად აუცილებლად მინდა გითხოთ ბოლო კითხვა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით ასევე პარლამენტის ყოფილ შენობასაც ერთს უკვე მაღალ ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება და მეორე თქვენ არ მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტთან გექნება თანამშრომლობა, არამედ თვითონ საკპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლების და გადამზადების ცენტრიც გადავა ქუთაისში, ხომ როგორც ინფორმაცია ამ კუთხით.
როგორც ამ გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, საკპატენტის დევიზი არის ასეთი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ამ უკვე, ასე ვთქვათ, პერიფეტიებზეც ვილაპარაკე, რამდენადაც გადაცემის ფორმატი გვაძლევდა ამის საშუალებას და საგანმანათლებლო სივრცე არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ უკვე კონკრეტულად საკპატენტის სასწავლო ცენტრში, ტრეინინგსების და გადამზადების ცენტრში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ფორმატში ჩვენთან უკვე ტრეინინგ ცენტრი უკვე მუშაობს და მათ შორის საერთაშორისო პროგრამები გვაქვს და უცხოელ სტუდენტებსაც ვამზადებთ, თუმცა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორია, ყოფილი პარლამენტის ტერიტორიაზე ჩვენ გვექნება ულტრა თანამედროვე სასწავლო ცენტრი, სადაც გვექნება განახლებული სასწავლო პროგრამები, გვექნება ასე ვთქვათ, სასწავლო პროგრამები როგორც ქართველებისთვის, მათ შორის ეს იქნება სკოლის მოსწავლეებისთვისაც, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის და ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობის სასწავლო ცენტრი ექნება საქართველოს ქუთაისში. ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა არა მხოლოდ ჩვენთან სტუმრობისთვის, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და როგორც ხედავთ, იმიტომ რომ მართლა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რასაც თქვენ ბრძანებთ, მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს თავარი კონკურენტული უპირატესობა, ასე ვხედავ, ასე მიმაჩნია, რომელიც ჩვენ უნდა გავავიყენოთ და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სწორედ საკპატენტი არის ის უწყება, რომელიც გვაძლევს კარგ მაგალითს, რასაც ჩვენ სულ ვცდილობთ ხოლმე, რომ ხელი შევუწყოთ ამ ნაწილს, ვთქვათ, ბიზნეს მედიის კუთხიდან, რომ სახელმწიფო უწყებებს ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორს კონდეთ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა და საკპატენტის ეს თქვენი მოქმედებები, თქვენი ინიციატივები არის ძალიან კარგი кейსი იმისთვის, რომ ჩვენთვის ადვილია, რომ ბევრს ვუთხრათ, რომ მინიმუმ არის აქ ამ ქვეყანაში ამის ცოცხალი მაგალითად დიდი მადლობა. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ასევე ფორუმზე სტუმრობისთვის. დღეს ბიზნეს ინსაიდერი დღეს დასრულებულია. ჩვენ ტრადიციულად დავბრუნდებით შემდგომ 4 შაბათს, ტრადიციულად 5 საათზე რადიო სივრცის ეთერში. მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენდით დროებით.